თელავსა და მიმდებარე სოფლებში პრობლემად რჩება წყალმომარაგების საკითხი. მუნიციპალიტეტის მასშტაბით ადიდებულია მდინარეები, რის გამოც სათავე ნაგებობები ქვანაშალისაგან არის გაბინდული. ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით საგანგებო რეჟიმით მუშაობენ იმისათვის, რომ წყალმომარაგება თელავსა და მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილს ჩვეული რეჟიმით მიეწოდოს. პრობლემა რჩება სოფლის ხევები ადიდებული, მოგეხსენებათ რამდენიმე დღის უკან სტიქია მოხდა თელავის მუნიციპალიტეტში, მაგრამ პრიორიტეტი გაკეთდა თელავის ხევზე, ვინაიდან ეს ქმნიდა მოსახლეობის საშიშროებას. დანარჩენი ხევები უქმნიდა საშიშროებას სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს და შემდგომში, რა თქმა უნდა, ეს პრიორიტეტის მეორე ეტაპი იყო. დღეს მობილიზებული იქნება კისის ხევში, შალაურის ხევში და კურდღელაურის ხევში მძიმე ტექნიკა, დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები აღნიშნულ სოფლებს შეზღუდვით მიეწოდება, არ მიეწოდებათ უпростоრეთ წყალი, ვინაიდან სათავე ნაგებობები დაზიანებულია და ჩვენ შევეცდებით, რომ მივიდეთ სათავე ნაგებობებამდე და აღვადგინოთ წყალმომარაგება. მანამდე ჩვენ მობილური აუზებით უზრუნველყოფთ აღნიშნული სოფლების წყალმომარაგებას, რაც შეეხება სოფელ ვარდისუბანს, სოფელი ვარდისუბანი თელავის წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი ხვალიდან. სტიქიის გამო წყალი არა გვაქვს, შეწყვეტილია 2 დღეა უკვე. მანქანები დადიან და გვაწვდიან წყალს, რომელიც არის მოსახლეობისთვის ძალიან კარგი.